გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. რა მოხდა ესპანეთში? როგორ შეაფასეს თამაში ესპანურ მედიაში და რა მიმართოს ავრცელებს თურქეთის ფედერაცია? ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. მე კი ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ 95,000 გამომწერისთვის. ერთი გამოწერით თქვენ არც განვითარებაში ძალიან ეხმარებით. ჩვენი მომდევნო ნიშნული კი 100,000 გამომწერია. ამიტომ თხოვნა რომ დამეხმაროთ ამ მიზნის მიღწევაში. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. რა განაცხადა მიქაუტაძის შესახებ ვილიარეალის თავკაცმა. უშინ ვილიარეალის თავკაცმა მარსელინომ ესპანურ ეისისთან მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ქართველი ფორვარდის შესახებ კი მან საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მიქაუტაძეს ის თვისებები აქვს, რაც ჩვენს თამაშს კარგად ერგება. კარგად მობილურია და კარგი სიღრმე აქვს. გუნდურ თამაშში კარგად ერთვება და შესანიშნავი გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. მიქაუტაძე ქუჩის ტიპის თავდამსხმელია. შესაძლოა ოდნავ არაორგანიზებული, ზოგჯერ მარტოსული, მაგრამ ძალიან გონიერი და ინსტინქტურია. დამასრულებელ ფაზაში შესანიშნავად მოქმედებს ორივე ფეხით. ხოლო როცა სივრცეში შედის, მოქმედების დროს შესანიშნავად არჩევს. ის არ გავს მათგან, ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია. ამიტომ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ის ძალიან კარგია, განაცხადა ვილიარეალის თავკაცმა. მამარდაშვილი ესპანეთის წინააღმდეგ, რას ამბობენ გიორგის შესახებ? საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილისანიოლის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი ცნობილ ჟურნალისტ დევიდ ლინჩს შესაუბრა. ლინჩმა კი ლივერპულის ქართველ მეკარეზე მამარდაშვილზე სტატია დაწერა და მისი და ხიზანიშვილის მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ მამარდა გახლდათ. მამარდაშვილის ხასიათი არის ის, რაც ძალიან მოგწონს. მოედანზე და მის გარეთაც ძალიან მშვიდია. ვამბობთ ხოლმე, რომ გერმანული სისხლი აქვს, რადგან ის ნამდვილი ცივსისხლიანია. ჩვენ ქართველები ასეთები არ ვართ. ჩვენ ძალიან თბილი ხალხი ვართ. მამარდაშვილის მამა მეკარე იყო და დინამო თბილისში თამაშობდა. მას მაღალ დონეზე არ უასპარეზია, მაგრამ ფეხბურთი გიორგის სისხლში აქვს. როდესაც მეკარე ხარ და მაღალ დონეზე თამაშობ, ხასიათი გჭირდება, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო. მე ცენტრალური მცველი ვიყავი და როდესაც კარში ბრედ ფრიდელი ან სტეფან კლოსი იდგა, ავტომატურად მეც მშვიდად ვიყავი. სწორედ ასეთი ტიპის მეკარეა მამარდაშვილიც. 5 წელიწადია მასთან მუშაობდა გეფიცებით, როდესაც გვიტევენ მშვიდად და წყნარად ვარ. უფრო ნერვიულობ, როდესაც ჩვენ ვუტევთ. ზუსტად ვიცი თუ როგორი რთულია მამარდაშვილს გოლი გაუტანო, რადგან უამრავჯერ მინახავს თუ როგორ ეჯიბრება მას კვარაცხელია ვარჯიშებზე, განაცხადა ხიზანიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის წინააღმდეგ გიორგის თამაში ლივერპულში საკმაოდ პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარები იწერება. ვინმე უყურეთ საქართველოს თამაშს, მამარდა მარტო თამაშობდა. გიორგის მორიგი საიმედო მატჩი. ალისონის დაბრუნებამდე სანერვიულო არაფერი გვაქვს. თურმე ჩვენი მამარდა ნაკრებში მარტო თამაშობს. წერენ ლივერპულის გულშემატკივრები. 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ მათ წინააღმდეგ უშანსოთ 2-0 დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ანგარიში კატასტროფულად არ გამოიყურება, რეალობა სხვაგვარია. მეტოქემ პრაქტიკულად ბურთი არ დაგვანახა და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. ესპანეთის წინააღმდეგ ჩვენ მრავალი შეხვედრა ჩაგვიტარებია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია, მათ წინააღმდეგ მომენტებს მაინც ქმნიდით და გარკვეულ წინააღმდეგობას უწევდით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ესპანეთის ძირითადი შემადგენლობიდან 7 ფეხბურთელი აკლდა, თუმცა მიუხედავად ამისა, სანიოლმა ზედმეტად ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და სადარო თამაში კონტრშეტევებზე აიგო. თუმცა როდესაც ესპანეთის დონის ნაკრებს ხვდები და მეტოქეს ბურთს აბარებ, ალბათ დამეთანხმებით, რომ წაგებაზე ხელს პირდაპირ აწერ, რადგან ესპანელები მსგავს სიტუაციაში უკვე არაერთხელ ყოფილან. შესაბამისად, მათ ზუსტად იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ უნდა მოიპოვონ გამარჯვება. მაგრამ ჩვენ მხარეს ყველაფერი განსხვავებულად იყო. ალბათ ყველამ მოველოდით, რომ ჩვენ ზედმეტად აგრესიულ ფეხბურთს ვითამაშებდით, მეტოქეს პრესინგს შევთავაზებდით და ვეცდებოდით თამაში ქაოსის შეტანას. მით უმეტეს, რომ ის შემადგენლობა, რაც ესპანეთს ჩვენს წინააღმდეგ ყავდა გამოყვანილი, თავისუფლად შეიძლებოდა ბრძოლაში შესვლა და ჩვენი კოზირების გამოყენება. მაგრამ ჩვენ ისე ვითამაშეთ, რომ თითქოს მათ თანაკლისი არ ჰქონდათ და თითქოს ამ შეხვედრაში უკვე თურქეთთან შეხვედრაზე ვფიქრობდით. ამას კი შესაძლოა ერთი ახსნა მოუწებნოთ. შესაძლოა სანიოლის გეგმა გახლდათ ის, რომ ამ შეხვედრაში რაც შეიძლება ნაკლები ბურთი გაგვეშვა, რადგან იმ შემთხვევაში თუ ჩვენ და თურქეს ერთნაირი ქულები გვექნება, ყველაფერს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს. სწორედ ამით შეგვიძლია გავამართლოთ ის, რომ მოედანზე აშკარად დაცვითი 11-ეულით გამოვედით. მაგრამ ეს ესე იყო თუ არა, ამას ჩვენ თურქეთთან დაპირისპირებაში გავარკვევთ. ამიტომ ნახოთ თუ რა ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ თურქეთში. ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შანსი კი სწორედ თურქეთთან შეხვედრა. ამჟამად კი ცხრილი მსგავსად გამოიყურება. პირველ ადგილზე ესპანეთის ნაკრებია 9 ქულით, მეორეზე კი თურქეთის ნაკრები 6 ქულით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხვალ თურქეთის ნაკრებს დავამარცხებთ, ჩვენ თანაბარი ქულები გვექნება. ამის შემდეგ კი ციკლი ისე უნდა დავასრულოთ, რომ უკეთესი ბურთების შეფარდება გქონდეს, რათა მეორე ადგილი გავინახდოთ. რაც შეეხება ესპანეთთან შეხვედრას, შეხვედრის შემდეგ ესპანურმა გამოცემა მარკამ თამაში შემდეგი სიტყვებით შეაფასა. პედრი დაფრინავს. ოიერსაბალი ნაკრებში კვლავ გოლს იტანს. ესპანეთის ნაკრებმა მორიგი ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და გაიმარჯვა. შეიძლება ითქვას, რომ უნაი სიმონი რომ ამ მატჩში ხელთათმანების გარეშე გამოსულიყო, არაფერი დაშავდებოდა. საქართველოს
საქართველოს ნაკრების ერთადერთი ნათელი წერტილი კი მხოლოდ გიორგი მამარდაშვილი იყო. საქართველოს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს. მიქაუტაძე, კვარაცხელია, მამარდაშვილი, თუმცა ესპანეთმა იპოვნა ფორმულა თუ როგორ უნდა ითამაშათ მათ წინააღმდეგ. წერია გამოცემაში. ახლა კი ისმის კითხვა თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ნაკრები თურქეთთან გამარჯვებას ვერ შეძლებს, ან კვლავ ისე უსუსურად ითამაშებს, როგორც ეს ესპანეთის წინააღმდეგ მოხდა, ალბათ ვილისანიოლის პოზიციები შეირყევა, რადგან თითქოს მისი ტაქტიკა უკვე ყველამ შეისწავლა და ფრანგი სპეციალისტი ახალ საინტერესოს ვერაფერს იგონებს. თუმცა საჭიროა რომ მოვლენებს არ გავასწროთ და დაველოდოთ თურქეთთან შეხვედრას. სკაუს სიტუაციაში სანიოლი არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ჩვენს თავს მოვლენები ისე დატრიალებულა, რომ შემდეგ ყველა გაჩუმებულა. რა თქმა უნდა, სანიოლის მადლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც ნაკრებში ამხელა წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა. მაგრამ ყოველთვის მოდის ის მომენტი, როდესაც ყველა თან ხვდება, რომ ცვლილებების დროა. ამიტომ საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც. თქვენი აზრით ამოწურა თუ არა სანიოლმა თავისი თავი და არის თუ არა დრო რომ ნაკრებში ცვლილებები დაიწყოს. ხოლო სანამ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, მოდი გადავავლოთ თვალი თუ რა სიტუაციაშია ჩვენი მომდევნო მეტოქე, თურქეთის ნაკრები. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ თურქეთის შიდა სამზარეულოში არეულობა, კერძოდ ფრანგული ლილის 25 წლის მეკარემ, ბერკე ოზერმა სანაკრებო შეკრება დემონსტრაციულად დატოვა. საქმე იმაშია, რომ ის ბულგარეთთან სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით კი თურქეთის ფედერაციამ განცხადება გააკეთა და ფეხბურთელის საქციელი საჯაროდ დაგმეს. ასევე თურქეთის ფეხბურთის მმართველის ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვინჩენცო მონტელას გუნდს ირფან კაჰვეჯი ვერ დაეხმარება. ტრაუმის გამო მან შეკრება უკვე დატოვა. აღსანიშნავია, რომ კაჰვეჯი სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელი არა, თუმცა მონტელა მას რეგულარულად იძახებს და მეტწილად შეცვლებზე ათამაშებს. მე კი დავძენი იმასაც, რომ თურქეთმა ბულგარეთი 6-1 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ კი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუ გასახდელში შევიდა და ნაკრების მოთამაშეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: საოცრად ითამაშეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ბურთების შეფარდება გამოასწოლეთ. ეს მატჩი წარსულში დატოვეთ და საქართველოს შეხვედრაზე გადაიტანეთ ყურადღება. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე საქართველოს უნდა დავამარცხოთ. მომდევნო შეხვედრა მათთვის ფინალის ტოლფასია. ჩვენთვის კი ჩვეულებრივი ნორმალური მატჩია. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად კი ძალიან ცოტა დაგვრჩა. განაცხადა ჰაჯიოსმანოღლუ. არ ვიცი თურქები ამაც ერთ ჩვეულებრივ მატჩად რატომ აღიქვამენ, რადგან იმ შემთხვევაში თუ დამარცხდებიან, ცხრილში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მაგრამ ყველა ვარიანტში მათ წინააღმდეგ დიდი ბრძოლა მოგვიწევს. ახლა კი ჩვენს ბიჭებს გამხნევება ყველაზე მეტად ჭირდებათ. ამიტომ თხოვნა რომ კომენტარებში დავწეროთ წინ გამარჯვებისკენ. მოედანზე კი სწორედ გამარჯვების მენტალიტეტით უნდა გავიდეთ და გვწამდეს, რომ ჩვენ მსოფლიოზე თამაში დავიმსახურეთ. ტოტისთან და სალახთან ერთად სპალეტის ხვიჩა არ ავიწყდება. რატომ ყიდის PSG მარკინიოს? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. პარი სენ-ჟერმენის შესაძლოა მარკინიოს დაიმშვიდობოს. ამის შესახებ კი ცნობილი ფრანგული ჟურნალი ეკიპი წერს. წყაროსნობით პარიზელები მზადარიან, რომ გუნდის კაპიტანი ერთ-ერთ არაბულ კლუბში გაყიდონ, სადაც ბრაზილიელ ფეხბურთელს თამაში უკვე დიდი ხანი არაც სურს. აღსანიშნავია, რომ ადრე PSG-ს მარკინიოსის გაშვება არ სურდა, რადგან მათ ბრაზილიელის ღირსეული შემცვლელი არ ყავდათ. მაგრამ კლუბში ზაბანის მოსვლის შემდეგ პარიზელთა ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ილიამ სადარის 31 წლის მარკინიოსის ჩასანაცვლებლად. მე კი შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი PSG-ს ღირსებას 2013 წლიდან იცავს. ამ სეზონში კი მის ანგარიშზე 4 მატჩში 1 გოლია. ტრანსფერმარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. კვარაცხელიამ იტალიის სერიაში სადებიუტო სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ის კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერესი და რთულად სათამაშო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ხოლო ბუნებრივია, რომ იმ წელს როგორც ქუჩას წარმატებაში, ასევე ნაპოლის გაჩემპიონებაში ყველაზე დიდი წვლილი პარტენოპეის მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის მიუძღოდა. ახლახანს კი სპალეტი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იმყოფებოდა. წამყვანმა კი მას საკმაოდ საინტერესო შეკითხვა დაუცვა. კერძოდ დონ ლუჩიანოს იმ ფეხბურთელებიდან, რომელთანაც მისი ხელმძღვანელობით მოუწიათ თამაში, 11 საუკეთესო უნდა შეერჩია და ერთგვარი სიმბოლური ნაკრები შეედგინა. ჩვენთვის ასიამოვნო კი ის გახლავთ, რომ მის რჩეულთა სიაში კვარაცხელიაც მოხვდა. მე კი შეგახსენებთ, რომ სპალეტი საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ის კი სხვადასხვა დროს ანკორას, ემპოლის, ვენეციას, სამპდორიას, უდინეზეს, რომას, სენიტს, ინტერს, ნაპოლისა და იტალიის ნაკრებს ავარჯიშებდა. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.